სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ოფისში სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელის ფარგლებში ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. სიდას დირექტორმა ზვია დევდარიანმა არასამთავრობოების წარმომადგენლებს ახალი იდეა გააცნო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ქსელის შექმნას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ამ ქსელთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხები განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. Ჩვენ ორგანიზაცია უკვე 1 წელია USAID-ის მიერ დაფინანსებული ჯიპაგის პროექტთან ერთად თანამშრომლობს და აღმოსავლეთ საქართველოში ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო, როგორ შეიძლება, რომ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ამ წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და აქვს უფრო საინფორმაციო ქსელის სახე, გაძლიერდეს და მიიღოს უფრო საქმიანობების განხორციელების დროს გარკვეული ტიპის ახალი ადვოკატი ქსელის ჩამოყალიბების ინიციატივა, რომელიც განხორციელდება მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რომლის აზრიც იქნება ის, რომ გაძლიერდეს კავშირი მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ კვალიფიციურად და ხარისხენად მოახდინონ მოსახლეობაში არსებული პრობლემების ლობირება და ადვოკატირება გადაწყვეტილების მიღების დონეზე. ჩვენ ამ ინიციატივას მომავალ კვირას გავაცნობთ დონორ ორგანიზაციებსაც და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან კომუნიკაციის შედეგად ქვემო ქართლიდან ხელი შეეწყობა ახალი სამოქალაქო საზოგადოების